ცნობისთვის, ირანი თავისუფლებისაკენ მიიწევს და ის შესაძლოა უფრო ახლოს იყოს, ვიდრე ოდესმე. დაწერა დონალდ ტრამპმა თავის სოციალური მედიის გვერდზე Truth Social-ზე. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანში უპრეცედენტო მასშტაბის გამოსვლები მიმდინარეობს ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ. ბოლო ინფორმაციით კი საპროტესტო აქციებს 500-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ბევრი ექსპერტის შეფასებით ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის გამოსვლები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, თუმცა მსგავსი მასშტაბის გამოსვლებს წარსულში შედეგი არ მოჰყოლია. თქვენი აზრით, თუ იქნება ეს დემონსტრაციები განსხვავებული, გამიზიარეთ კომენტარებში. ირანის ისლამური რეჟიმის ჩამნაცვლებლად ამ ეტაპზე განიხილება რეზა ფეჰლევი, ირანის ბოლო შაჰის ვაჟი, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობს ემიგრაციაში, მაგრამ ექსპერტები ამ შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებენ ორი მთავარი მიზეზის გამო. პირველი, ფეჰლევი დიდი ხანია აღარ ცხოვრობს ირანში და მას არ ყავს ირანში მხარდამჭერთა ის ძლიერი გუნდი და წრე, რომელიც მისი ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობას რეალობაში მოიყვანს. და მეორე, მისი მამა, ირანის ბოლო შაჰი, იყო საკმაოდ ბრუტალური მმართველი და ხალხს არ დავიწყებია ის სიბოროტეები, რაც მისი რეჟიმის დროს გადაიტანეს. ამიტომ რეზა ფეჰლევის დაბრუნება ირანში შესაძლოა არც ისეთი სახარბიელო აღმოჩნდეს, როგორიც შეიძლება ეს შორიდან ჩანს. თუმცა ფეჰლევისაგან ვხედავთ, რომ მას აქვს მზადყოფნა ირანის ხელისუფლებაში დაბრუნებისათვის. თუ გაინტერესებთ, როგორ დამარცხდა ირანში მონარქია და დამყარდა ისლამური რეჟიმი და როგორია ქვეყნის დღევანდელი გეოპოლიტიკა, არ გამოტოვოთ ეს ვიდეო ჩვენს YouTube არხზე სრულად. ის უკვე 20,000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა.